მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. Never refused to join the EU. არასდროს არ უთქვამს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი. ქართული ანდაზე ზედგამოჭრილია, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს. მოდი თავისივე ნათქვამი გავახსენოთ. ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის. სიტყვებით ევროპისკენ, მაგრამ საქმით ევროკავშირში შესვლა მოლაპარაკებების გახსნას მოითხოვს, მაგრამ მთავრობამ რა თქვა? დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. რა არის ეს თუ არა უარი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებაზე? ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაც შეაჩერეს. სასამართლოს რეფორმის ნაცვლად სამართალი გააქრეს. მედიის თავისუფლების ნაცვლად დამოუკიდებელი მედიების დახურვა გადაწყვიტეს. ანტიკორუფციული ორგანოების გაძლიერების ნაცვლად კი თითქმის ყველა ნაბიჯზე კორუფცია აქვთ. ევროპარლამენტარებთან მუდმივად აგრესიული რიტორიკა აქვთ. მათ რეზოლუციებზე ხან ამბობენ, რომ კომიკურია, ხანაც იმას, რომ ჩალის ფასი აქვს. როგორც მაშინ ქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი, უფრო მეტი ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას. არც მათი ანტიევროპული კამპანია უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, ზარქუა და პაპუაშვილიც გამოდგება. ქალბატონო რასა, მიხედეთ თქვენს ქვეყანას, მიხედეთ ევროკავშირს, რომელიც უავტორიტეტო რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა თქვენს ხელში. ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. ევროკავშირმა ბევრჯერ გითხრა, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ გადაუხვია ევროკავშირის გზას. მეტიც, ქართული ოცნების მთავრობა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზეც კი არ მიიწვიეს. სიტყვებით ევროპისკენ, მაგრამ საქმით ევროპის წინააღმდეგ. მოლაპარაკებები შეჩერებულია, რეფორმებიც, რიტორიკა ანტიდასავლურია, დიპლომატია გაფუჭებულია. ეს თუ უარის თქმა არ არის, მაშინ რა არის? როცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც ევროინტეგრაციას აფერხებს, მათი ფრაზა უარი არასდროს გვითქვამს, უბრალოდ სიტყვებით თამაშია. მათ ხომ იმის ჯერათ, რომ ევროპა ქართველ კაცებს გაათხოვებს. აი გურამ მაჭარაშვილს ამის ძალიან ეშინია. გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ თუ ვიზის გარეშე, ამას მე მგონი დიდი მნიშვნელობა არ ეკნება.